დღეს ღამის შოუში სტუმრად არც მეტი არც ნაკლები მუსიკალური პროექტი გვეყოლება. ჯეოფოლკი მეგობრებო, აპლოდისმენტებით შევეგებოთ. მოგესალმებით ბიჭებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ესეთი ქართული და ქართული ესე იგი ტანისამოსით, ქართული სულით შემოსილი ადამიანები გვყავს და მაპატიეთ რომ პიჯაკით დაგხვდით მე დღეს ესე ჩოხაში ჩაცმულ ბიჭებს. როგორ ახართ მეგობრებო? გადასარევი. კარგად, განწყობა კარგია. დიდებული. ძალიან კარგი. მოდით ახლა პირველ რიგში მაყურებელს ავუხსნათ რა არის ჯეოფოლკი. ანუ თქვენ არ ხართ ერთი კონკრეტული ანსამბლი, როგორც ვიცი და მე მგონი ზუსტად ვიცი, ხო? ანუ ჯეოფოლკი არის პროექტი. დიახ, ეს მუსიკალური პროექტი. მუსიკალური პროექტი, ამა თუ კონკრეტულ მუსიკალურ ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებისმიერმა მოწვეულმა მუსიკოსმა და მომღერალმა შეიძლება მიიღოს, ხო? ხო, მოდით ანუ უფრო დეტალურად გითხარით. გამოვცეთ ხო ეს საკითხი. ბოდო, მადლობა, კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე მაყურებელს, ესე იგი რომ ამა თუ იმ კლიპში მაგალითად თქვათ არის ხოლმე თქვათ 4 კაცი მე თქვათ სხვა კლიპში ისე შეიძლება გამოჩნდეს 10, 7 მაგალითად და ნუ არის ეგეთი კითხვა რომ რა ხდება, ანუ ესე იგი რატო არ არის ესეთი სტაბილური ხო? ეს ჩვენი შემადგენლობა და ნუ ჩვენ ესე განსაზღვრეთ რომ იქიდან გამომდინარე რომ ყველა მაინც არის თავის საქმით დაკავებული და ბიჭებს კიდევ აქვთ სხვადასხვა პროექტები და სხვადასხვა ასამბლებში არიან და ბენდებში არიან. აქედან გამომდინარე ჩვენც ესე იმას ვქენით რომ დავადგინეთ რომ ვისაც აქვს დრო და სურვილი ამა თუ იმ კონკრეტულ მუსიკალურ ექსპერიმენტში მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ანუ რისი თქვა გინდათ რომ ჯაბოვიჩს აქვს შანსი რომ თქვენს პროექტში მიიღოს მონაწილეობა? რა თქმა უნდა, კი. თუ სურვილი ექნება. კი ბატონო. ნუ ესე იგი პრაქტიკულად ჯეოფოლკი არის ერთგვარი all-star-ია, რაღაცა ესე იგი საუკეთესო პროფესიონალი ადამიანების თავშეყრა და შემდგომ ესე წარმოდგენა. ძალიან კარგი. ნებაყოფლობით ესე კი. ნებაყოფლობით all-star-ი ნებაყოფლობითია კი ბატონო. სხვათა შორის ეხლა ხანს ხო ჩვენს ქვეყანას ლეგენდარული ჯგუფი Guns N' Roses მასპინძლისა უმასპინძლეთ მათ და თქვენ მანამდე შეასრულეთ Guns N' Roses ლეგენდარული ჰიტები რამდენიმე აი ზუსტად იმ ქართულ ხმებში გაშლილი როგორც ქართულ პოლიფონიაზე მორგებული როგორც ახსენეთ და რა მაინტერესებს ეს Guns N' Roses საქართველოში თქვენს მოსასმენად ხომ არ ჩამოვიდა თუ ისე დაგეგმილი იყო ცალკე სტუმრობა თუ როგორ? კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა რომ ასე დონეზე რო ყოფილიყავით მაგრამ ერთი რამ უდავოა რომ ესე იგი ჩვენ გქონდა ესეთი ადრე ჩვენ ის გამოცდილება, როდესაც აეროსმითი რო ჩამოდიოდა ქვეყანაში და მაშინ გავაკეთეთ ეს პირველი შეიძლება ვთქვათ თამამი ექსპერიმენტი, იმიტომ რომ მაინც ახლა ბევრისთვის იყო გაუგებარი რომ როგორ შეიძლება შეასრულო Dream On შეასრულეთ როგორც მახსოვს ხო და ძალიან ისეთი გამოხმაურება მოყვა აეროსმითმა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გააზიარა რაც ძალიან მაგარია რა თქმა უნდა და იცით რა სათაურით გქონდათ გაზიარებული თქვენი ნამღერი აეროსმითს? ჩვენ კი ვიცით კი რა თქმა უნდა. აბიჭო ნამღერიო ასე ეწერა ანუ დაახლოებით ეგრეთ იყო. დავით. ესე იგი თქვენ ხართ პროექტის დამფუძნებელი. თუმცა ეს წარსულში საადვოკატო საქმიანობით იყავით დაკავებული. იყო ასეთი ახასეთი პერიოდი. ესე იგი ჯერ ხალხს იცავდით და ახლა ქართულ ტრადიციულ მუსიკას იცავთ, ხო? ესე გავიქცე. რომელი უფრო რთულია? ალბათ მეორე უფრო რთულია. ქართული? ხალხური და ტრადიციული მუსიკის საპასუხისმგებლო არის მე ესე ვფიქრობ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. რაჭველი ხართ? წარმოშობილი რაჭვიდან გახლავართ. ნუ ხო და ეხლა როგორც რაჭველ კაც რაჭული პროექტი ეს რაჭული პროექტუნა ხო უფრო არ გამოვიდა. პროექტუნა შეიძლება რაღაც რაჭულად რომ თქვა, საყვარლად პროექტუნა, ჯეოფოლკი რაჭული პროექტუნა. ესე იგი გამოდის რომ თქვენმა პროექტმა სახელი ისე სწრაფად გაითქვა, საერთოდ არ ეტყობა რომ რაჭველის დაფუძნებულია. შეიძლება ითქვას. ხო, ანუ თუ საერთოდ ჩვენ ესე ვართ ხოლმე, რაჭველები ძალიან ნელა ვიწყებთ, მაგრამ თუ დაიწყეთ მეერე მიდის და მიდის, კი ბატონო. ისე რადგან ახლა წარმომავლობას შევეხეთ, ინფორმაცია როგორც მომაწოდეს, ამჟამად ჯეოფოლკში 3 კახელი არის, ხო? დიახ. აბა, ესე იგი 3 კახელი ესე იგი ბატონი გიორგი პაპუნაშვილი, ახლავად. ბატონი ბეჟან წინწალაშვილი და ბატონი დავით ყოლელიშვილი, დიახ. ძალიან კარგი. ესე იგი 3 კახელი, 2 რაჭველი. 2 რაჭველი, დიახ. როგორ ფიქრობთ, თქვენი ჯგუფი კახურის სიხისტით გამოირჩევა თუ რაჭულის სიდინჯით, ბიჭებო? აბა რა სიტყვით ბიჭებო? გააჩნია რა შემთხვევაში. გააჩნია რა შემთხვევაში, ხო?
რაჭული სიდინჯით მე მგონი, იმიტომ რომ დავითი ყველას ტონის მაინც თავის ნაწილობით. კი ბატონო. თუმცა ეს კახური კარგი სიხის და ეს პირდაპირობა კარგია, რა თქმა უნდა, კახეთ მოვიკითხავთ კახეთს, რაჭას და რაჭველებს, კახელებს დიდი სიყვარულით, რადგან ვახსენეთ. ესე იგი და მეორე რაჭველი არის ლევან ბერელიძე. ხო? გახლავდა. ონიდან. კი ბატონო. რომელსაც როგორც გავიგე, სუფთა რაჭული ჰობი ჰქონია, რაჭული ლორის შებოლვა, გამოყვანა და ლაშქრობებით, მათ შორის ფოლკლორული რაჭის მაღალმთიან სოფლებში. ხო? ცდილობთ ადასტურებ. მოკლედ ისეთი ჰობი გაქვს მოსმენილს აშკარად ნანახის ჯობს, ხო? გეპატიჟებს. რომ გეპატიჟებით რა. აუ, არა, კი, თან რაჭული ლორი საოცარია და შეიძლება რო არ დავაგემოვნოთ და ჩვენთან ხო მოხვედით სტუმრად გადაცემაში და ეხა შემდეგ დაპატიჟებას ველით ლევან შენგან რომ გაგვასინჯო შენი შებოლილი რაჭული ლორი. გიმასპინძლებთ. ძალიან კარგი. ზოგადად ესე იგი კახელი მომღერლის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, ხო? ვიცით რომ როგორი არაჩვეულებრივად ასრულებ. მაგრამ აი გაბრაზებული თუ არის კახელი მაგ დროს როგორი მოსასმენია, ეგაა საინტერესო. ან თუ არის სასიამოვნო მოსასმენი, ან თუ არ არის, ну მოკლედ შენ გითხარ. ხო, ну ცოტა არაეთიკურ რაღაცებსაც გამოურევს ახლა. თავის სხვანაირად უბრალოდ არ შაულია. არ შავა კი ბატონო. ახლა ხო კარგი ხასიათზე ხარ. ო, მაგრამ ძალიან კარგი. კი ბატონო. ასევე ესე იგი პროექტში კიდევ ერთი კახელია გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ვახსენებ, გიორგი კიდევ ერთხელ მოგესალმები, მეტსახელად ლომთა ლომს გეძახიან. ნამდვილად. ხო, ეს ვისი შერჩეულია? თქვენში არ ქვით თუ მანამდეც მოგდებდა ესე თუ რა? ბიჭებმა ესეა. ლომთა ლომი. ცხოვრება. აჰა. მისახსოვრეს ასე ვთქვათ. და ვისი იდეა იყო და რატომ გადაწყდა ეგრეც გითხარით რა ორი სიტყვა. ადამიანი ხარ თავისი ადამიანობით და სიდარბაისლით და თავისი კაცობით და ასე შემდეგ. ამიტომაც აქვს ეგეთი ზედმეტ სახელი. ლომთა ლომი. ოხ შენგენაცო. სამეგობროში. მეფე გვყავს სტუმრად. მეფეების მეფე გვყავს სტუმრად რა. მეგობრებო, ну ეხლა რა თქმა უნდა, თქვენი ისტორიების მოსმენა, ჯეოფოლკის შესახებ შექმნის და არსების მიმდინარეობის მოსმენა ძალიან კარგია, თუმცა თქვენი სიმღერის მოსმენა დარწმუნებული ვარ, არანაკლებ კარგი იქნება თუ უკეთესია. მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ ყველას. დიდი მადლობა იმისთვის რომ მობრძანდით, მადლობა ქართული საქმისთვის, რასაც აკეთებთ და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ჩვენთანაც და სხვაგანაც, მაგრამ მანამდე რაჭაში ონში ვართ ლორზე დაპატიჟებული, ხო? კახეთიც არ დაგვიჩაგროთ, კახეთშიც გელოდებით. არა, ჯერ ჩავალთ რაჭაში და მერე კი ბატონო გვითხარით და ჩამოვალთ რაზეა საუბარი. რიგი დადგა, რიგი. რიგი დადგა, რიგი. ძალიან კარგი. მაშინ გთხოვთ შეგვისრულოთ ერთი სიმღერა ჩვენთანაც გადაცემაში.